გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო, მედია კავშირი ობიექტივის სტუდიიდან. ესა ტელევიზია, სადაც თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში დაგვიკავშირდეთ, თქვენი მოსაზრებები მოგვაწოდოთ, ჩვენ შეგვიძლია პოლემიკაში შევიდეთ, თქვენ კითხვებზე პასუხები გაგცეთ ობიექტურად, გარკვეულწილად და თქვენ შეგიძლიათ რომ თქვენი აზრი გითხრათ, როგორ შეიძლება რომ საქართველოს გამოვიყვანოთ იმ კრიზისიდან, რაც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში. ეს ერთადერთი ტელევიზია ესეთი პროგრამით. რადიო მსმენელებისთვის გავიმეორებ ტელეფონს 557-885-88. დარეკეთ თქვენი აზრი და მოსაზრებები ჩვენთვის ნამდვილად საინტერესოა, ნამდვილად ძვირფასია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვისაც გვაინტერესებს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ადამიანების მოსაზრებები, მათი ტკივილები, მათი სიხარულები და ჩვენ შეგვიძლია რომ ვისაუბროთ ამ თემებზე. თითქმის 1 საათის განმავლობაში მე ირაკლი კობრავა და ბატონი გიორგი კარტოზია ვიქნებით თქვენთან ერთად ეთერში, შემოგვეხმიანეთ და ვისაუბროთ თემებზე, რომელიც პრობლემატიკურია ჩვენი დღევანდელი ცხოვრებისთვის, ჩვენი საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ, შეგეწიოთ მადლი დღევანდელი დღის, მრავალჟამიერი გქონდეთ, ღმერთის წყალობა გქონდეთ და სიკეთე და მშვიდობა იყოს თქვენს გულებში, თქვენს სულებში და თქვენს ოჯახებში, ღმერთი იყოს თქვენი წყალობელი. ეგრევე ზარია და უპასუხოთ, გისმენთ? მოგესალმებით. გამარჯობთ. ღმერთმა გაგიმარჯოთ. მე მინდა გრაციები და თემა საქართველოს მე კარგად გააცნობიერო. რუსეთის გარეშე არ არსებობდა ქართველისა და საქართველოსთვის. ასე რომ რუსეთთან სასწრაფოდ უნდა იქნას აღდგენილი ურთიერთობა. მადლობთ ქალბატონო ზარისთვის, მნიშვნელოვანი ზარია, მაგრამ ჩვენ უფრო ვფიქრობთ, რომ ღმერთია ჩვენი შემწე და მფარველი არის წმინდა გიორგი და წმინდა მარიამი. მთავარი რა არის, იცით, დღეს შეიძლება ეს ხელისუფლება რაღაცას გვამადლის, რომ მშვიდობა შევინარჩუნეთ, თუ არავის არ უნდა ეს ომი და მშვიდობა ტოლსტოიმ დაწერა, მაგრამ ნაცების ყოფილიყო არ იქნებოდა. გისმენთ ზარია და მერე გავაგრძელებთ. ისაუბრეთ. გისმენთ? გაიტიშე. ხო, რა ვიცი, გიორგი, მოდი ცოტა ჩვენს სოფლიოში კი არა, ჩვენს გარშემო რაც ხდება ეს. ხო, საინტერესო მომენტია გუშინ ინტერნეტშიც და მასობრივი საშუალებებით გადაიცა, რომ ირანის პრეზიდენტმა დაწერა განცხადება და გადადგა. გადადგომის შესახებ. ეს საკმაოდ საინტერესოა, ეთყობა შიგნით უკვე ირანში არ არის ერთიანობა ამ სიტუაციასთან. ერთი ზარია არ დავაკავოთ და შემდეგ გავაგრძელოთ. გისმენთ? ისაუბრეთ. გაითიშე ეთყობა. და ეს ძალიან საინტერესო ფაქტია, ფაქტი იმის. ეს ხო არ ნიშნავს, რომ აი სამხედროებმა აიღეს რაღაცა ის აი გუშაკთა корпуსი რო არის, აი მათ აიღეს. ის რაღაცა არ არის გუშაკთა корпуსია, რომელიც სადღაც მილიონამდე ითვლის თავის თავს და არ არის ეს აიღეს მთლიანი ძალაუფლება ხელში, ეს ხო გადანაწილებული იყო. ხო, რაღაცა იყო, ლიდერი, ეს გუშაკთა корпуსი, პრეზიდენტი, პარლამენტი, ახლა ეს პრეზიდენტის და პარლამენტის უფლებამოსილება და ყველაფერი უკვე აიღო თავის თავზე.
გუშაკთა კორპუსმა და დღესვე რაკეტები გამოჩნდა ისეთი, რომელსაც იძახდა ტრამპი იძახდა, რომ გავანადგურებდა. ეს რაკეტები ნელ-ნელა ჩანს და უკვე ქმედებაშიც არის. თან დაიმუქრა, რომ ლიბანს თუ არ შეეშვებით, ჩვენ არავითარი პირდაპირ დავკეტავთ ორმუსის სრუტესო. ხო, ესეც არის და დღეს უკვე ოფიციალურად განაცხადა ერთ-ერთი კონგრესის სხდომაზე სახელმწიფო მდივანმა რუბიომ, რომ ცოცხალია მუჯაჰედ აქვია მათ სულიერ ლიდერს ის ცოცხალიაო და აიათოლა ხო და ის ცოცხალიაო და არ მოგცემს რომ ჩვენო საშუალებასო რომ მშვიდობიანად მოვილაპარაკოთ. აი ესეთი სტილის განცხადება იყო და ხო, იმიტომ რომ ჩვენს გვესმის ეს განცხადებები, კაცო, არავითარი დათმობა, არავითარი პირიქით ჩავითრევთ თელ სივრცეს, რაც არის ეს ამერიკის ბაზები, სადაც დგას და ყველაფერს ჩავითრევთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევქმნათ სუდი სიტუაცია მთელ მასში. ძიმე შედეგები იქნება, ეს ალბათ ეს უკვე მორიგი ტალღა ამერიკის დარტყმების არ იქნება უკვე მხოლოდ აი დაბომბვის ხასიათის და მიიღებს ალბათ უკვე სახმელეთო ოპერაციასაც. 100 მილიონიან ქვეყანაში შესვლა, ისეთი ქვეყანა როგორც ირანია საკმაოდ ძალიან რთულია, მაგრამ ნუ როგორც აი ჯერჯერობით ჩანს არ არის სხვა გამოსავალი. და რა უნდა საერთოდ რატო დადიან ამ ისრაელის ჭკუაზე, მე არ ვიცი, ვერ გავიგე ამ ამერიკის საქმე. ზარია გისმენთ? ჰალო. დიახ. საღამომშვიდობისას, ჩემო ბატონები. შვიდობა მოგცეთ. არც მშვიდობა გვაქვს და არც ომი მთელ საქართველოში. მაგალითად ოზურგეთის რაიონში რომ ჩამოიხედოს თქვენმა თვალებმა, გული გაუწყდება ადამიანს გული. არც წყალი გვაქვს, არც ბაღი გვაქვს, არც ბავშთა ბაღი. არაფერი, ერთი პატარა ვიწრო ორსართულიანი სახლი. ისა, ქალბატონო, ეს ოზურგეთში თუ კოლმეუნობაში საქმეში ბიბლიოთეკა იქა, ბავშთა ექიმი იქა მიმღები, დიდები იქა, საბჭო იქა და ბაგაბაღი იქა. ქალბატონო, ეს ქალბატონო, ეს აუ ცოტა შეწყვით არ იქა. რომ ჩემი თავი რომ შეეშვენში სიამოვნებით ვიცხოვრები. ეს ოზურგე დედა ფულის ნახე იყო ის. თორემ შვენიერი ქალბატონო, ეს ოზურგეთში ხდება თუ რომელიმე სოფელში? გვაწყვეტე. ბაზარ ჩვენ ბაზარში არ დავდივარ. აი, მადლობა. ეს ოზურგეთში ხდება თუ რომელიმე სოფელია? არა, ეს ალბათ სოფელია, რომელიღაცა ხომ არა, ხომ და ეთქო ოზურგეთი, ეხლა დიდი ის არის გაგება, ოზურგეთი ქალაქია და არ ამგონი ახლა წყალის დეფიციტი იყოს იქ, არ ვიცი, მაგრამ უნდა ეთქვა რომელი სოფელია, რომელი მხარეა, რა ვიცი, ოზურგეთი არა პატარა კუთხე და რა ვიცი, და რავი, ღმერთმა, რა ვიცი, ქალბატონო, ასე გიპასუხებთ რა, ჩვენ ახლა წყლის გამყვანები არა ვართ მაგ, მაგრამ ხო შეგიძლიათ რომ ადამიანები ვის დაზარალდით ამ კუთხით გამოხვიდეთ ქუჩაში პროტესტი გამოაცხადოთ რაღაცა იმოქმედოთ უმოქმედობა ყოველთვის იწვევს ისე უმოქმედობას და უნდა გამოხვიდეთ და მოითხოვოთ ის რაც გეკუთვნის და რაც საჭიროა ახლა წყალი უნდა იყოს 21 საუკუნეა წყალი როგორ შეიძლება არ იყოს კაცო მაგას მე არ ვიცი ახლა რომელი კუთხიდან ხარ თქვენ მაგრამ ესე არ შეიძლება მოქმედობა ჩვენ რა უნდა ვქნათ ხელისუფლება არა ვართ ჩვენ ვამბობთ ტელევიზორში ვიტყვით რომ მაგრამ გეთქვათ ის კუთხე საიდან ბრძანდებით და უფრო დავასახელებდით რომ კონკრეტულად გვეთქვა გისმენთ ზარია ალო დიახ
უყურე გურიდან გიყავთ გამიმაჯოთ გურულებს ხოდა რომელ გადარჩენაზეა საუბარი როცა სოფლები დაცლილია ახალგაზრდობი და სოფლები მიტოვებულია საერთოდ არანაირი არაფერი აქ არ აი საქართველოს ტერიტორია იმასაც კარგაა სამაგიეროდ აგერ თბილისს ვავსებთ ინდუსებით, პაკისტანელებით, აფრიკელებით. სავსეა უკვე თბილისი, ჩემო კარგო. ზუსტად მაგას გეუბნებით, რომ სამუშაო ადგილებით შემოდიან ეს აზერები, თურქები, ინდუსები და ქართველები ჩემიან თითქოს უყურებთ შორიდან. ჩემო კარგო გული არის საქართველოს შემადგენლობაში ახალგაზრდა კაცის ხმა გაგვდა საპროტესტოს რამეს ვაკეთებთ მაგის გულისთვის როდისმე გაგიგიათ რომ სოციალურ საკითხებზე გამოვსულ ვართ გვითქვამს რამე არაფერს არ ვაკეთებთ და ბიჭო ეს ხელისუფლება მოსულია იმიტომ რომ თავისი ოჯახები გაამდიდრონ და თავის თავი და ჩვენთვის არავის არ ცალია თუ არ მოვითხოვეთ არ მოგვეცემა უფალიც მაგას გვეუბნება მოითხოვეთ და მოგეცემა და არ ვითხოვთ და ასე ჩვენი რომ საუბრობთ ამას იმიტომ საუბრობთ რომ თქვენამდე მოვიტანოთ ის რომ ეს უბედურება ხდება ქვეყანაში ეს უბედურება ხალხო ეს არ არის რაღაცა ისეთი ლაპარაკი ქვეყანაში ხდება უბედურება აღარ დარჩა გენოფონდი გავიდა ახალგაზრდები აღარ მრავლდებით პატრიარქი გამოვიდა და თქვა რომ ქართველებო გამრავლდეთო და უნდა ნახოთ აზერბაიჯანელებმა და სომხებარები ამბავი ატეხეს ჩვენ გამრავლდეთო თქვენ რატო უნდა გამრავლდეთო ჩვენ ქვეყანაზე იძახიან ეგენი მრავლდებიან ჩვენ არ მრავლდებით ამ თავრობას მაპატეთ ქართველები ფეხებზე კიდია იმიტომ რომ ქართველები ხმას არ აძლევენ ამათ ხმას აძლევენ ეს აზერბაიჯანელები, სომხები და ჩამოსული ვიღაცა ვირთხები. ისინი აძლევენ ხმას. ამაშია უბედურება და ქუჩაში კაცშუს ვერ ხედავ რომ გამოვიდეს და თქვას რომ პროტესტი მაქვს. არ შეიძლება ახალგაზრდები აღარ არიან ქვეყანაში. სოფელი დაიცალა ქალაქში ეხლა გაჩერებაზე თუ გადიხართ ეხლა თბილისში 10 კაცში 6 მინიმუმ გადამთიელია. ქართველს ვერ ნახავ იქა. არ არის ქართველი. წავიდნენ ყველა გაიქცა. ხელისუფლება გეუბნება არ მოგწონს ჩვენი ხელისუფლება წადით ამ ქვეყნიდან. გადაშენდით. ეს გეგმა ქონდა სააკაშვილსაც რომ სინგაპურიზაცია გაეკეთებია რომ ქართველები ეს მათხოვრები რო არიან გირჩის არაკაცები გამოვიდნენ და 90% უნდა იყოს ქართველი ქვეყანაშიო დანარჩენი გადამთიელიო. რაში გჭირდება ქართველიო? აი ამ პროგრამით მივდივართ და მივდივართ სადმივალთ არ ვიცი. მადლობას არის. უკაცრავად ექსიტი. კი ბატონო. ბრძანეთ მე. უყურე თქვენ ახლა ბრძანეთ რომ მოვიდეს საკუთაში ახალგაზრდობა იქნება ვინც შეგვერს გამოსვლას აი ვინ უნდა გამოვიდეს რომელი ახალგაზრდა გასულია ხალხთან საქართველოში ახალგაზრდები თითქმის აი სოფლები გურის სოფლები უნდა ნახოთ თქვენ არა მარტო გურიაში მოკვდეს დამსაფლავებელია რა შემოკარგო მოხუცებია მარტო დარჩენი ფეხ გვაქვს შემოვლილი თელი საქართველოს და ძალიან აი მარტო გურიაში არა ყველგან ესეთი მდგომარეობა სამეგრელო აიღეთ რამნიშნავს სვანეთი აიღეთ რაჭა საერთოდ დაიცალა ჩემო კარგო ადამიანო ჩვენ ცხრემლი მოგადგება თვალზე რო შეხედავ რომ 70 წლის ადამიანებს 3-4 წლის ბავშვები დატოვებული და ის საშუალო ასაკი რომელიც უნდა იყოს პოტენციური ამომრჩეველიც და მუშაკიც გასულია და ესეა მიტოვებული და კიდე წადითო გეუბნებიან არ გვინდაო ამდენი ხალხიო ჩვენო 3-4% ვართო რომელიც ფულს შოულობთო თქვენ წარმოიდგინეთ გავსებულია ჯერ ქალაქის მერიაში რამდენი კაცი მუშაობს რკინიგზაში სიპებში მიპებში ჯანდაბაში ჩვენი ფულით აფინანსებენ
დღეს ახლა კიდე დაიწყეს რომ მინისტრის მოადგილეები და ისინი უნდა ხელფასები გაუზარდოთ ვის ხარჯზე ხდება ეგა ჩვენ ხარჯზე 60-70% აქ დანამატი ყველაფერ საქონელს ბალი რო 20 ლარი ღირს ბალი მარცვლე და იმაზე არ ვიძახი ბავშვ როგორ უნდა აჭამო ეს ვერ გავიგეთ თქვენ იცით რა ღირს კინოში და თეატრში და ოპერაშიც რო წაიყვანო ბავშვი ან ისთვის არის ფუნიკული ორი რო გააკეთეს ერთი 200 ლარი თუ არ გიდევ ჯიბეში გასვლას აზრი არ აქვს ვისთვისაა ეგ გაკეთებული ჩვენთვის არ არის თავისთვის აკეთებენ ყველაფერს და ესე გამოდიან რეგვენები და დღე-დღე რაღაცა ნოტაციებს გვიკითხავენ აქ რომ რაღაცას აკეთებენ და ვითო რაღაცას ქმნიან გისმენთ ბატონო ამის პირველი უბედურება რა არის იმ გლეხმა რომ მოიწიოს ვერ ასახებს იმ პროდუქციას აღებულია მონოპოლიას შემოტანილი აზერბაიჯანი ითიშება ქალბატონო რატომღაც ისა მაგრამ იმიტომ აიღო ხელი მოსწავლობაზე ქალბატონო თუ არ გათიშავთ გეტყვით რა ჯერ თქვენ წარმოიდგინეთ ამ პატარა ქვეყანაში რამდენი 3 მილიონი კაცია თელი მაღაზიების ჰიპერმარკეტების შექმნა ბაზრობების შექმნა რომლის შეფები არიან შენ რომ რამე ერთი ქილა რაღაცა ჩამოიტანო დაგიჭერენ და დაგხრიტავენ რომ თვითონ ფული იშოვონ როგორ შეიძლება ამ პატარა ქვეყანაში ამ ხელა ჰიპერმარკეტების გაკეთება კაცო ეს უდიდესი გისმენთ ისაუბრეთ გაითიშა ეთყობა და არა ეს ახლა ქალბატონი რასაც საუბრობდა ისა კარტელური განიგება არ არისო ბიჭო კომისია შექმნეს რაღაცა ილაზღამდა ეს აი დასცინეს ხალ მილიონერების ზიან და გეუბნებიან რომ ბიჭო ამასო ესე 5 კაბიქს დავაკლებთო იმას კვერცხსო და უნდანა ფასი არ გიყიდია კვერცხი ამ ბოლოდოს ფასებმა მოიმართა 50 თეთრით გაძვირებულია ყველა პროდუქციაზე იმის წინა გადაცემებშიც ხო საუბრობდით ჩვენ და აი ეს ყველაფერი ძალიან ცუდად შემოუტრიალდება პირველ რიგში ბატონ ბიზინე აივანიშვილს და შემდეგ უკვე აი ქართული ოცნების ხელისუფლებას რა აი ამდენი ტყუილი ასაჭირო იყო აი კომისიის შექმნა თუ არ აგაქვს მაშინ სხვა რამეზე იყო დაძაბულობა და გადაიტანეს გარეჯზე რამდენჯერ შეკითხვა დაუსვით გაგვაგებინეთ გარეჯი გაყიდეთ თუ არ გაყიდეთ ეს ალიევი ჩამოდის გაბლატავებული როგორც თავისი ოჯახის უკანა ეზოს ისე ვიყურებს ხალხო რა გჭირს რა უბედურება აი ეს მე არ ვიცი რა ქვეყანაში ვცხოვრობთ რა მშვიდობა თქვენ ამ მშვიდობის მომტანი ხართ კურდღლები ხართ გაიქცევით იმასავით კურსკუტებივით რა ის მშვიდობის და ომის გამკეთებლები ხართ არავინ არ ახართ თქვენ არ ხართ კაცები არ შეიძლება კაცი ესე მოიქცეს არ შეიძლება ბიჭო ესეთი ცხოვრება ამიწყო რა გინდა შვილო ვერ გაძეხით გისმენთ აია დიახ ისაუბრეთ კი ბატონო დიახ ისაუბრეთ მადლობა რა მინდა გითხრათ ხმეთის კაცია ღმერთმა დიდხანს და კარგად გაცხოვროთ ყველა დაძახედაზე ყველგან დაფივარდები არავის ფული არ გინდა ეს ქართველები არამიან ვინცი სული მოგდა ქართული შეხედეთ ახალგაზრდები როგორი transmogradია გამოჩანჩული ახუთლები ძმწები და რაც გვანამ არც სახიზიან არც სკოლაში ვისახმები ტკილის ამჯამით ვერაიზე მე მოგდები თუგინამაგარ ჩემი და მიხარხი ვეღარ დაბი ზოგიერთი აღრა ვიღარი
ვაფორმირა რეგულირებულ ხელისუფლებას როგორ დაიგამა რაღაც ეს რამდენჯერ თანხამ მოურავი სიმაზე სამელები იასიათაკი დახვალა ხუთი წუთი გასაუბრა მომისმინე კარგო ხალხო ძალა სულარჩვენა ძალა არ გამოარაფენ დაკողები მათ ყოველს უგდებენ კაბინას გამოსკაბინას ასია დემოკრატია კარგად დამდებო გაგიმარჯოთ მადლობა ზარისთვის ჩემო კარგო ვესმის თქვენი გულის ტკივილი ახლა ჩვენც кайხნის ადამიანები ვართ და ყველაფერი ვნახეთ ამ ცხოვრებაში მაგრამ მოყურეთ როგორ არის ერთი ეროვნული ხელისუფლება გვყავდა და თოფი ჩამოაგდო ამერიკელებმა და რუსებმა ერთად იჩალიჩეს რომ თოფი ჩამოეგდოთ ზვიად გამსახურდია და მოიყვანეს ნაძირალა შევარდნაძე და შევარდნაძე საქართველოს გაყიდა ჩვენ ომში გაგვიშვა აფხაზეთში და ქვეყანა კუპონებში იყიდეს კუპონებში და რა ქვია ема ვაუჩერი თუ რაღაცა მე მილიონი კუპონი $1 გახადეს და დოლარად დააბრუნე ბჭო ესეთი აფიორა და ამის ისა აი კუპონა რო არის კუპონა ეს ვირიშვილი ეს გამოდის და ჭკუას გასწავლეს ბიჭო გადაირები ნუ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ რა ხდება საერთოდ გისმენთ ზარია გაგიმარჯოთ თავრობა ჩვენთვის არ აცალია არა რატო არ ცალია კაცო ფულებს შოულობენ რა მოცლა უნდათ იმდენი ქალაქის არია და ჩვენთვის არა სამწუხაროდ ეგრეა რა ვქნათ ჩვენ არ ავირჩიეთ ხელისუფლება და რომა აი ევროპაში პირველად ვართ განა ხალხი პირველად გიძე თავსაჩია თავსა მე არც მალავენ კაცო იზახიან ჩვენი მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდებაო ხო ჩვენი ხო აბა ჩვენი განა ხალხისა იგა ხალხი ვისადარდებს კარგით რა იცით რა არის ჩემო კარგო ყველას ბრალია ეს ჩემი გიასი თქვენი ყველას ბრალია ჩვენ არ მოვიყვანეთ ეს ხელისუფლება ამის დედავატირე სიტყვაზე რო გითხრა უსახკაროდ დამტოვეს ბინები გაგვაყიდინეს ციხეებში გვამყოფეს რომ მიშა ჩამოგვეგდო და მოვიდა მე ბიძინა დავარცხნზე დაბანილზე და ხელისუფლებაში მოვიდა და ჩვენ ვაფშე ჩავგწიეს სადღაცა ვართ ვაფშე სადა ვართ არც ვიცით საერთოდ მოსპო პოლიტიკა ქვეყანაში პოლიტიკა მოისპო ბატონყმობა ჩამოაყალიბეს ახლა დიქტატურას არ ვითარებენ მე როგორ არის ირანში რა ქვია იმ რაზმს გუშაკთარას ჩამოაყალიბებენ ჩააყენებენ სათავეში დინარაძეა თუ რა ქვია ნაკადულა დინარაძეს და იქნება ესე ვიცხოვრებთ რა იმიტომ რომ პროტესტის უნარი აღარ გვაქვს რა ასე გამოდის ჩაკლა თელი ცხოვრება აღარ არის ცხოვრება საქართველოში ბჭო თან რა არის ყველაზე აი საინტერესო რაში რა არის ცით და როგორ არის ახლა აი ვაკვირდები სწორედ აი ამ მოვლენებს რაც ხდება ქუჩაში ხო რაღაც აი ოპოზიციის ფრთა ხო და გუშინ აი სრულად შემთხვევით ერთ-ერთ ტელეარხზე გადავრთე და იყო დებატები ქალაქის მერსა და ყოფილი მერობის კანდიდატებს შორის. ლელო იყო, ეს კირჩი იყო, ეს არა, უბრალოდ რა არის ახლა, როდესაც მიდიხარ დებატებზე, რაღაც წინასწარ ხო უნდა იცოდე, ხო, აი მე შემწვა თვითონ აი ამ მერობის კანდიდატები ვინც იყვნენ რა ეს ოპოზიციის აი კალაძე ხო დოდიში და აი ყველაფერი გაუკეთა რა გაანადგურა აი პოლიტიკურად გაანადგურა და
მაშინ აი ნუ წახვალ რა რეალურად. რატო ნუ წახვალ? ეხლა მეორე მომენტი აბა ჩვენ ხوار დაგვიძახა. ხო, აი მაგაზეა საუბარი, ეხლა მეორე მომენტი ის არის რომ აი რა დაეძახათ დაუშვათ ჩვენი მერობის კანდიდატისთვის, ხო? ან ჩვენი პარტიიდან ვიღაცა აი ხო არის ეს არაკეთებ, იმიტომ რომ ჩვენ სხვა ხედვა და სხვა გირჩი ვისი შექმნილია? ხელისუფლების შექმნილი არ არის? შექმნაზე არ ვიზახ მე ვიზახ უბრალოდ მომენტზე რომ აი ისეთ კითხვას რომელიც იმას აწყობს ხო? არა კითხვაზეც არ არის აქ იყო უბრალოდ აი მომზადებელი რა ოდესაც ქალაქის მერი შენ გილაგებს იმას რომ ამ დროს დამიჯერ მომზადებული იყო ზუსტად წინ ხონდათ ის კითხვები აი ეს უნდა შემეკითხებულები უსმენდნენ და არ შეიძლება რა ესე პოპულისტურად ამას ყველაფერს კვლევები მეც აი მართლა ესე მეც შეცდომა დაუშვიო 2017 წელსო რა კალაძეს ერთ-ერთი იმაშია რომ აი ვებხვიდა მოყმის და გადასასვლელი ხიდი უნდა გაკეთებული იყო და ეს მქონდაო მე პროგრამის იმაში ეხლა ვაღიარებ რომ ჩემი შეცდომა იყო რომ ჩატარდა კვლევები ისენი ესო არ გამოდისო რა ამის გაკეთება ხო ეს რეალურად ხო და ბევრ რაღაცაში რა და ეხლა რა ამით რა მინდა იცი ვთქვა რომ აი დღევანდელი აი სიტუაცია ხო ხელისუფლებას აი აშკარად აი ოპოზიცია რომელიც ჩანს და რომელსაც აჩენს თვითონ ხელისუფლება რა ეს ოპოზიცია 10 თავი დაბალა დგას ვიდრე ხელისუფლება და ამიტომ არის ესენი აი ესე გონორზე არიან ესე არიან იციან რომ ამათგან არაფერი არ გამოვა ვერაფერს ვერ გააკეთებენ და არიან თავისთვის ამათი გაკეთებული ოპოზიცია ხო არა რეალურ ხელოვნურად შექმნილი ოპოზიცია გაკეთებული კალაძეს რატო უნდა დაუკარგო გინდა კოოპერატიული ბინავშენებლობები ესენი კი ბატონო მაგრამ კოლაფსი რო არის ეხლა ქალაქში ტრასად შეიძლება იგივე ბიზნეს ბევრი კაი საქმეა ძალიან ბევრი კაი საქმე გაკეთებული მაგრამ ეს რო დაგვიყენა შეფად ქვეყნის რომელიც უკანონო კანონებს იღებს ბიჭო სულ უკან მიდის დემოკრატია კი არა ვაფშე რა კრატია ვეღარ გავიგე ეს რა ქვეყანა შენდება საერთოდ გაუგებარია ადამიანებისთვის ამიტომ უნდა ბიძინა დაბრუნდეს ბიძინამ ესე უნდა დაждდეს და გააკეთოს წესიერი საქმე თორე ესე როგორ შეიძლება კაცო იგივე ახლა როგორ დაუკარგო 33 წლის წინ მქონდა ეს კოოპერატივების და ბინა აშენდა კი ბატონო 33 წელი თუ 35 წელი გავიდა მე მგონი ფული მაქვს 100,000 გადახდილი ბინაში და აშენდა თქვა კი ბატონო მადლობა ამისთვის მაგრამ ახლა ის რომ გამოდიან და ტრანსპორტით ისარგებლეთ და მანქანები დატოვეთ და ეგეთ სისულელები და ამდენი ჯარიმები როგორ შეიძლება კაცო ჯარიმებით გეგმა ქონიათ ბიჭო 130 მილიონი უნდა მოიღონ ჯარიმებით წინდაწინ როგორ უნდა განსაზღვრო ეგა ну აქვს რაღაც სიტყვა დათვლილი აქვს ეს ეხება როგორც საპატრულოს ასევე ჩვეულებრივ იმასაც ეხება ისინი რო არიან და კონტროლიორები მათაც გეგმებია ხო და ამას ვიძახი 130 მილიონი უნდა ამოვიღოთო ხალხისგანო და არ ვიცი ეგეთი რაღაცა მე არ გამიგია გისმენთ ისაუბრეთ მადლობა თავად როგორ გიკითხოთ ჩვენ ფოქცოთ რა ხოა ეს რაღაცა მინდა გითხრათ ძალიან გასული სადაც იყო ავანტყობის დაუსებისთვის აქცია და ის ძალიან მრავალი ხალხი მოვიდა არც სასტირო ის არ მიახია და რატო ხდება ეს აქტიარში სადამსახიობები ამ ბავშვებს წარმოიდგინე სტუდენტებმა შეუძლია 2 მილიონი ფული ხოთაბი სტუდენტებს აიქია რომ საჭიროა და გამოსთან საჭირო ის სასულიერო ფული არ უნდა იყოს პატრიარქ არ ეწოდა და ეს ბავშვები საპატრიარქო უნდა ზუმავდნენ ბავშვები ადამიანებს მეცის გარარის და არავინ არ აწესდა და თან არ სიტყვები დიდებო ბოდიში
ეს თქვენ არ გედებათ, მაგრამ საერთოდ ვისაც ეხება. მადლობა ზარისთვის. ხლა რა ვიცი როგორ თქვა არა მარტო პატრიარქს ხო არა ეხლა ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაცა გარკვეულწილად უკვე დაიძრა ეგ სიტუაცია დღეს ყობახიძეც ხო არა ყობახიძეც შეხვდა მშობლებს როგორც იქნა რაღაცაზე ლაპარაკობენ დიალოგის რეჟიმში წავიდა უკვე და მე ვფიქრობ რომ ამ პრობლემას ხელისუფლება ყველა ერთად მოვაგვარებთ რა კი ხალხს აგროვებენ ფულს ბიჭო არა როდესაც 70 და 80 და 100,000 ლარები მიდის ბანკეტებში და ამათ დროის სატარებლად და რა გახდა ბიჭო 100 ბავშვის ვფიქრობ რომ მე ვფიქრობ უბრალოდ ეს არის ხა ამდენი ხანი აი ამას ვიძახი რომ აყვირეს აწივლეს მთელი ამბები ატეხეს შეხვდით თავის დროზე და არ იქნება ეს სიტუაცია ხო ისაუბრეთ ალო დიახ გამარჯობა ამდენი ხეთარმავლები რომ ამოატესლეთ ინდოელები არაბები ესკინელები პატრონი არ ყავს ამას თავ პატრონებს ამას არა ჩვენ არ ვყავს პატრონი ქვეყანას ქვეყანა უპატრონო კაცო არცერთი მხარე მას არიღებს ამას ინდოელები ესენი როგორ მოამრავლეთ ამ გათახსირებული ჩემო კარგო ჩვენ თუ არ ამოვიღებთ ჩვენ ყველამ არ ამოვიღებთ ხმა ირაკლი რა და გაითიშა და სწორიც არის ძალიან გთხოვთ კანონია შესული ჩვენ არა გვაქვს იმის საშუალება რომ კიდევ ჯარიმები ვიხადოთ არა ხა ნუ მაყურებელი იყო და ცოტა ისეთი სიტყვა იხმარა და ამიტომაც გაითიშა და მოდიშ გიხდით მაგრამ ნუ ესია რა ჩვენ ხო ცოტა თავი შევიკავოთ იმიტომ რომ ძალაში და ამიტომ ყველას ვგთხოვთ რომ კორექტულად ვისაუბროთ და არ გისმენთ ისაუბრეთ გამარჯობა დიდი ხანი არ მინახეთ დავიღალეთ ეს პრობლემები თქვათ გახსოვათ ამ გამარჯვებასის კალთან დაკავშირებით. ერაფესორ მოაგვიქარ და ამაცამდე. ეხლა ასეთ რაღაცებს ეძახეთია. მოვიდა გადასახადი ძელი. კაც შეუნები. ლოგინი არ ამასწრები, არ ამასწრები შეყვანილი. როცა რემონტი რაღაცა მქონდა, რაც მქონდა გადავიხადე ყველაფერი. მის შემდეგ მე სიგნი აღწევსულა და დავაჭერე ტრაფი. გავიდა კიდე ეს იქე. თერთოდ რო არ კარები რო არ გამიღია სახლი 150 ლარი უნდა გადასახადი. ეკითხები, ხედავსილო, ერთი კამერა მიდია. წამოდი, ამოიღე კამერა, თუ სახლი გახსნილია, შესულია. თქვენი ხმალით ემიკისები. რა გავაკეთო, როგორ გავიდი ამათან, ესენი ვინარიან ეს პატრონი. საქმეა ეს პატრიცელი. აგერ მეგეთქვით, ერთი ჩემი მეგობარი 5 წელი იყო ევროპაში წასული და ჩამოვიდა და დენის ჩაჭრილი ყველაფერი და ბიჭო ეუბნება არ ყოფილვარ აქ 5 წელი აგერ ანახა ვიზა რო გასულიო რა მნიშვნელობა აქვს დასუფთავება და წყალი უნდა გადაგეხადაო და დენი ჩაუჭეს და ჯარიმები მოუვიდა იმ ხელა რომ რა ვიცი ესენი ხო არანორმალურები არა ზარია გისმენთ ალო ეთში ვარ დიახ ისაუბრეთ ეთში ხარ გამარჯობა ბატონებო თქვენთან დიდი პატივისცემი გამარჯობა გაიხარეთ აი უყურეთ ჩემმა საერთოდ მოაზრონ ქართულებმა და არაქართულებმა საქართველოში მასწავლებლებმა ყველა ის აღმოჩენება უნდა ქუზეკაცი გამოვიდეს იცით უკვე საქართველო აი უყურეთ ხელსა და იმას შორის უკვე გვეკარგება სუმადავს ქადაგებთ ქალბატონო და ვერ დავძარით ეს ხალხი რო ერთხელ ხო აი ძალიან საჩინელება ხდება კაცო მარტო სამზარეულები და სახლები და ლაპარაკობენ ხაუბრობენ
აი ეს გიქეს ის გიქეს ხარსარგვაძლევენ ამასარგვაძლევენ იმასარგვაძლევენ და შემოჩიგები არიან ვერ გავიგე გარი თავზე გამოვიდნენ და მაგათ ხება თხოვენ თქვენ წამყვანები ხართ ხო? არა ქალბატონო წამყვანები კი არა თქვენ გვერდით დავდგებით და ჩვენ ავიღეთ პასუხისგებლობას აგვიღია კიდევაც და გაგვიკეთებია კიდევაც 10,000-ობით გამოსულები და ყველაფერი ჩვენ ავიღებ ჩვენ თავზე ოღონდ თქვენ თუ არ გამოხვედით რა ვქნათ ჩვენ დავდგებით და შემოგეთ მე და ჩემი ქალიშვილი ყველა გამოსვლაზე აქციაზე მსურვადა ვარ სულ იმდენ პატივსაცემთ მაგრამ თავის დავიცა და ირმას კი გელაცავი ეს ხალხი სად არის გასო ისე გაქცეულები და კიდევაც თუ გარბიან ეს შეიძლება მე მგონია რომ საქართველოს არაფერი უკვე მამოები ლაპარაკობენ რომ აღარ შეიძლება არაფერიო ის კი არა ერთი ჩემი ნათესავი ცოტა თანამდებობაზე მუშაობს და ას ლაპარაკობ ვიციო ყველაფერი მაგრამ ბიჭო სამსახურს ხო არ დავკარგავ მე ვთხარი შვილებს კარგავ შედალოცულო წავლენ გადაშენდებიან აქედან და მეტი რა უნდა დაკარგო რა ვიცი არ ვიცი ამ ხალხის ვერ გავიგე რა ქალბატონო ჩვენ ყოველთვის მზათა ვართ რომ თქვენ გვერდით დავდგეთ და წინ ჩვენ ვიქნებით და თქვენც თუ მოვყვებით თუ არ გამოვედით და არ ვთქვით არაფერი პროტესტი მშვენივრად ცხოვრობენ ყველა გადაცემაში ვსაუბრობთ ამას და ყველა გადაცემაში ამაზე გვაქვს საუბარი ჩვენ თუ ხალხმა არ გამოხატა პროტესტი არ გამოვიდა ქუჩაში მშვენივრად ცხოვრობს ეს ხელისუფლება არ იმას ვქენით იგივე აი ფასებზე ხო აი რა სოციალურზე ფასებზე მედიკამენტებზე აი ხო ხედავთ აი რაღაცა პრობლემა იყო აი ეს ბავშვების პრობლემა ხო იყო არა გამოვიდა ხალხი მშობლები გამოვიდნენ რაღაცა იყო შეინჯღლა და დღეს შეხვდა კობახიძე კი ეხლა შეიძლება როგორ გადაწყვიტავს ეს სხვა საკითხია მაგრამ იქაც ხალხია ჩვენ რომ მივედით ვინ იყვნენ იქა მარტო მშობლები სხვები არავინ არ იყო არავინ არ დაუდგა გვერდით არ გამოვიდა ხალხი იქ ერთი 100,000 კაცი უნდა გამოსულიყო და ყველა შვილია ხო ის ღმერთმა კარგად ამყოფოს მაგრამ ადამიანს რო უჭირს ბავშვს ბიჭო ავიცი ზარია აიტი შე არა მაგარია ხო აი უბრალოდ აი საკითხი 37 წელი რა მოიტანა ვიღაცას კარზე რო დაუკაკუნებდა იქნა ჭუჭურტანიდან გაიხედავდნენ ჩემ კარზე არ არისო და ხმას არიღებდნენ ზარია და უპასუხოთ გისმენთ მაბატია ნარმინდონა შემოსვლა მაგრამ ამ ხალბატონს უნდა გავხდე პასუხი რა უნდა ქნათ ჩემი გასაკვირი ჩვენ კარგად იცით ორივე პრეზიდენტისგან წინა და აფრანგეთს შეტანილი ჰქონდა, მაგრამ არაფერი არ გააკეთეს. დღეს შედიოდა დროთა შეიძლება დემისაკეთა დაკავშირებით, ერთი გაგა აქციაზე ძრავა. რაც მიჭექინა და თუ ადგეს და ერთი რა გავაკეთეთ. გასაგებია, გესმის. მესმის თქვენი, მაგრამ იცით რა, სანამ როგორ რაღაცა იცი, აი როგორც მამა პაისი ამბობდა შენი გასაკეთებელი გააკეთე ბოლომდე და თუ შენ გააკეთებ დანარჩენს უფალი გააკეთებს ჩვენ არ ვაკეთებთ ქუჩაშიც კი გვეზარება გამოსვლა არჩევნებზეც კი არ მის როგორ იმ დღეს აი არჩევნები რო იყო მეზობელს ვეუბნები არ მიდიხარ აი ეხლა მე თუ არ მივედი რა მოხდაო ასე მე თუ არ მივედი რა მოხდა 100,000-ობით კაცი არ მიდის არჩევნებზე და როგორ გითხრათ ეხლა არ გამოდის ესე ყველა უნდა მობილიზაცია გააკეთოს 1 საათი გამოვიდეს მივიდეს არჩევნებზე იქ დამკვირვებელიც იყოს შემსრულებელიც იყოს და ნახავთ თუ არ იქნება ყველაფერი რიგზე გისმენთ ისაუბრეთ ეთერში ხართ ისაუბრეთ იცით რა მაინტერესებს ამ ხალხის ძირსაც ეს მიდა ჩემი საკითხი ვარ რომ ამდენი აქციები მოკარდება ამდენი ხალხი და ეკრება ყოველდღიურად მარტო იმას რომ მოითხოვეს სკამები აინტერესებს ჭამას მანდები არაფერი რატო ამაზე არ აფიქრებენ თავარი საკითხი სამშობლოს დაკარგვა რო არის იმაზე რეტოთიკო რამდენი უცხოელებს რო გაისო მართლა და გადაუვარა საქართველოს და არაბებმა ყველა აი რატომ ამის არ გამოდიან ექსპერტები
აი მაინტერესებს. ქალბატონო, ჩვენ ამ კითხვებს, რა ვიცი, ყოველთვის ვსვამთ. აი ესეთი მძაფრი კითხვები გვაქვს, კაცო. რატოა ფასები ეგეთი? სად არის დავით გარეჯი? რა არის ეს არაბების დასახლება? ყველაფერი გვაინტერესებს, იმიტომ რომ ეს ჩვენ კი არა, ყველას გვეხება, თელ საქართველოს გვეხება. ხედავთ როგორ გათავხედდნენ ეს ხალხი, პატრიარქი გამოდის და ამბობს, რომ თუ ჩვენი ერი არ გამრავლდა, ჩვენ უკან მივდივართო და როგორი ამბავი ატეხეს ვიღაცა ჩამოსულებმა, ვინც აქ დასახლდნენ, ფულს შოულობენ და ჩვენით სარგებლობენ. ამდენს გვიბედავენ უკვე. ეს ალიევი დადის და თქვენ ხალხო იცით რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ქვეყნები არ იყო, ეს იყო სახანოები. ხანები მართავდნენ, ხანები. ქართველები ათავისუფლებდნენ, მერე ისე ვიპყრობდნენ და იყო და მერე საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა ქვეყნება და დღეს ასირიელები ვართ, აზერბაიჯანელები, სულ უკანასკნელი ასირიელები მე-10 საუკუნის მერე აღარ არსებობენ. და თუ ასირიელები არიან სულ უკანასკნელი მართლმადიდებლები უნდა იყვნენ და როგორ არის ეს ასირიელები და რა მიწები მიაქვს და რატო არ გამოდის ეს თავგასიებული პრემიერი რომ გითხრა სად არის დავით გარეჯი? ვისია დავით გარეჯი? ეს ხო მარტო ის არ არის, როგორც მიშამ თქვა, ქვაღორღი. ეს ჩვენი სულიერი საგანძურია ხალხო. ღმერთი არ გვაპატიებს ამას. არ გვაპატიებს. ეს ამათ ჩააძაღლებს. ესენი ხო გადაშენდებიან და მე რა დაგვრჩება ეს საქართველო კაცო? აღარაფერი აღარ რჩება. გისმენთ? უკაცრავად. ალო? დიახ, ისაუბრეთ. ეთერში ვარ? დიახ, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. ეხლა დიდი მოწიწებით მინდა გითხრა თქვენ რომ კი ბატონო, ხალხს გამოსვლა უნდა გამოვალთ. აი პირადად მე გამოვალ, მაგრამ მარტო გამოვიდე. ხელმძღვანელი ხომ გვინდა რა? ხელმძღვანელი გვინდა რომ მოგვიწოდოს აი დღეს გამოსვლა და ჩვენს ყველა გამოვალთ. ასე რანაირად თითო რანაირად რა გავაკეთოთ? არა, ქალბატონო, ვინ გითხრათო თითო ეს ორგანიზებულად უნდა გავაკეთოთ, როდესაც მზად იქნება საზოგადოება. მე ხო ვერ გავაკეთებ პენსიონერი. რატო ვერ გააკეთებთ რა არის რო? რა არის? ხოთი კაცი ჩემი მეზობლები წამოვიდა. ქვეყანა ხო გიყვართ კაცო, თქვენი არ არის ეს ქვეყანა, ჩვენი ხო არ არის კაცო. კი ბატონო, მაგრამ გვინდა ხელმძღვანელი, გამოსვლები ყველაფერს ჩვენ თავზე ავიღებთ. დასაჭერი ვიქნებით ჩვენ დაგვიჭირონ, დასახურეთებით ჩვენ დავიხვრიტოთ. კი ბატონო, გამოვალთ. კი ბატონო, აი, ოღონდ თქვენნაირად უნდა აზროვნებდეს ერთი 1000-ობით ადამიანი მაინც რო ახლა ხო ხედავთ როგორ დაგვრცინიან ეს ნაძირალები რომ აი ამდენი კაცი გამოვიდა ამდენი ეს მაგრამ დასაწყისში აი მე მახსოვს ზვიად გამსახურდია მერაბი რო ჩამოვიდა დაიწყო გამოსვლები 20-30 კაცით იწყებოდა 50-ით მერე 500 გახდა 5000 გახდა და 500000 გახდა თუ არ დავიწყეთ არაფერი არ გამოვა 500 კაცად ხელმძღვანელი გვინდა გამოვალთ თქვენ შემოგევლეთ გაგვიკეთებია მიშას დროს ვაკეთებდით ამას მიშას დროს 1000-ობით კაცი გამოვიყვანეთ მონარქისტებმა და კი ბატონო ახლაც გავაკეთებთ პატრიოტთა ალიანს გამო 1000-ობით ადამიანი გამოყავდა რა ვიცი გავაკეთე აი კიდე რომ გამოიყვანოს ბატონმა თარხან მოურავმა ის 100,000-ობით რომ გადავავსებ აი კიდე გამოგიყვანოს და პირდაპირ მოგიტყუოთ ეს საჭირო ამბები რაც მერთმა გაგიმარჯოთ ხელმძღვანელი გვინდა ხელმძღვანელი მადლობა ძალიან კარგია რომ ესეთი მოაზროვნებს ძალიან ბევრია ჩემთავით მოაზროვნე ყველა იძახის გამოვალთ გვიხელმძღვანელო საფარმოურავი იქნება
ირმა იქნება, თქვენ იქნებით, ასე ქაოსურად რანაირად, ერთი კარგი მომზადება თარხან მოურავი რომ მოუწოდებს ხალხს ხო გამდივართ არა? აი ასეთი მოწოდებები კიდევ და გამოვართ, აუცილებლად გამოვართ. იცით რატო ქალბატონო ჩვენ ჩასაფრებული ოპოზიცია არა ვართ. ჩვენ არა ვართ ის რომ ვიღაცას ფეხი აუცდეს და ჩვენ კიდე მაპატია და პანგური მივაყოლოთ. ჩვენ გვინდა რომ ნორმალური ქვეყანა იყოს. ნებისმიერი ადამიანს ჰქონდეს იმის შიში კი არა რომ ახლა მე ტროტუარზე დავდგები და დამიჭერენო. არ შეიძლება ხალხო 21 საუკუნეში ეგეთი რაღაცა. არ შეიძლება გამოვართ ბატონო ყველა კარგი ხელმძღვანელი გვინდა ხალხი გამოვა თქვენ ხომ გირეკავთ ხოლმე და გეუბნებიან აი რამდენი ათასობით ადამიანი ვუყურებ მე თქვენი სავარაქი კი არა გთხოვთ რომ გამოვიდეთ ნუ ვიშლებით თანხან მოურავი რომ მოგვიწევსო მეო მალე ვიშლებით და აღარ არის გამოსვლები ხელმძღვანელი გვინდა აუცილებლად იქნება ქალბატონო ღმერთმა ჯანი მოგცეთ სიყვარული მოგცეთ დღევანდელი დღის მადლი მოგცეთ და თქვენაირად იაზრონოს 50% ამ ქვეყანაში რომ იცით რა ახლა მე ჩემი ცხოვრება მოვჭამე და შვილები მოდიან საფლავში ჩაგვაფურთხებენ ხალხო დამიჯერეთ რა არ შეიძლება ესე ცხოვრება რაღაც ინდიფერენტული რაღაცა ორი კაპიკის გულისთვის მივეყიდოთ ვიღაცას კაცო გისმენთ გაგიმარჯობთ და სტორიკო ხალბატონი ეხლა დროილაპარაკა შატარიში გვინდა ვიღაცა რომ დაძლეს ხალხი ძალიან დამსარებულია რაკნას მარტო ხალხმა ქალბატონო ხალხია ძალა აბა ვინ არის ძალა მაგრამ შატარიში ხო გვინდა შორეს ქალბატონო ქალბატონო გვერდი დაგიგე მარტო ლაპარაკობს არავინ არ აფიქრებს რომ ეს გადასკვი დღეს თქვით და ყველა გამოვა ჩვენ რატო ვსაუბრობთ იცი შემოგევლეთ იმიტომ რომ მოვიტანოთ თქვენამდე ის რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება უკვე ისე ამოვიდა წელში ეს ხალხს რომ აღარ ვიცით კი ბატონო ჩვენს ყოველთვის მზად ვართ დარგი დღეს და გამოვა ყველა კი გენაცვალე ღმერთმა გაგიმარჯვეთ ღმერთმა დაგმოწოთ დღევანდელი დღის მადლი შეგეწიოთ და ნეტარი თქვენაირად მოაზროვნეს და აი მართლა ეხლა რა ზარები შემოდის აი პედაგოგ შემართებული ზარები და ხალხს ამოვიდა ყელში რა არ შეიძლება ამოვიდა ყელში ამდენი ტყუილი ამდენი დაპირება ამდენი ხალხის გადაგდება ამდენი რა ვიცი რა სოციალურად კატასტროფული მდგომარეობა დემოგრაფიული ცალკე აი ეს ყველაფერი ერთად უკვე და აი ეთყობა კიდევაც ზარებზე რომ უკვე ხალხს ყელში აქ ეს ამოსული და შეიძლება ცხოვრება იხულებს აი ერთხელაც იქნება ხალხი იხულებს და წინა გადაცემაშიც საუბრობდი და ეხლაც ვიტყვი რომ აი თუ გონს არ მოეგო ხელისუფლება სოციალურ რევოლუციას მიიღებენ უბედურება მე ბიჭო როგორ შეიძლება ამდენი რევოლუციები სვიან გამსაგუნდა ჩამოაგდეს ეს რევოლუციით განვითარება არ მოხდება და ეს მიჩემება მე როგორ შეიძლება საერთოდ პოლიტიკური ველი მოსპო პოლიტიკა აღარ არის საქართველოში ნაცებს ეჩხუბებიან ორივე არიან ნაცები ეს საერთოდ უკვე ნაცები ძალიან კომიკურია ტრანსფორმირდნენ იცი რასაც ნაცები აკეთებდნენ იმაზე ვარეს აკეთებენ ბიჭო იმაზე ვარეს აკეთებენ რა ერთია რომ არაუპატიურებენ თქვათ საპატიმროში ეგ რა ნორმა იყო და ამათმა შეცვალეს თუ რა არის გაიხსოთ ციხეებით ახალგაზრდებს იმის მაგალითად თუ რაღაცა მისცე გასახანი და რაღაცა ოჯახების შექმნა გამრავლდნენ იჭერენ ბიჭო იმასავით ბუზებივით იჭერენ და ის გამწარებული ბავშვები რა უნდა გამოვიდნენ ხო სამწუხარო როგორ შეიძლება ეგეთი რამე რა დაუნდობლობა რა უბედურება სამწუხაროდ ესეთი მეგობრებო მადლობთ რომ გვიყურებდით გვისმენდით რა ვიცი ემოციებს კი შეგვიძლია მაგრამ
ემოციო კაცი ეგერ ჩვენი რა ქვია პრემიერ-მინისტრი რომელსაც ემოცია არ გააჩნია და ადამიანს რომელსაც ემოცია არ გააჩნია იმისგან არაფერს არ ელოდა კარგს ის დაღუპული ადამიანია და რაღაცა რა ვიცი მართლაც უნდა ერთხელ დავდგეთ და ვთქვათ რომ გამოვდივართ და აი მოვედით და ეხლა ჩვენი დროა ესეთი რაღაცა თუ არ მოხდა დამიჯერეთ ვიქნებით ესე და ნელ-ნელა ამოვიძირკვებით რა აღარ ვიქნებით ქართველები და იქნება ეს ბიძინების და რა ქვია ამ თავრობის ქვეყანა იქნება და იქნებიან და ფულს იშოვიან და ჩვენ კი ვიქნებით ესე ბედურ დღეში ღმერთმა დღევანდელი დღის მადლი მოგცეს სიკეთე სიყვარული მშვიდობა და ყველაფერი კარგი რო იყოს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ოჯახებში და ჩვენს გულებში. გვფარავდეთ უფალი და მომავალ შეხვედრამდე.